შემთხვევით არ ვახსენე ქრისტიანულის ღვთისმეტყველებაში არის ეს სიმბოლო, რომ თითქოს სადაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, ეს გოლგოთაზე სწორედ იქ იყო საფლავი ადამის და ევის. ანუ და ის 3 დღე, როცა დაფლულია ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ესე ითვლება, რომ ქრისტე ჩადის ჯოჯოხეთში და პირველი ამოყავს ადამი და ევა. ანუ ხო ესეთი სწავლება აქვს, რომ მან გამოისყიდა ადამიანთა ცოდვა. ჩემი აზრით გამოსყიდვა სხვა არაფერია თუ არა ადამი თავად გახდა ქრისტე. მიხვდი? გამოსყიდვა. ის კი არ არის რომ ვიღაცა რომ ოდესღაც დაიბადა და ჯვარს ეცვა და აღსდგა, ამიტომ მეც აღვდექი. არა, მან გვაჩვენა გზა, რომ ეს უნდა მოხდეს ადამიანის ცნობიერებაში. აი ეს არის ქრისტიანობა. მან დაგიდო შენ ამბანი, ანუ მოცემულობა წიგნი, რომ შენ ეს უნდა გახდე. აი ასე უნდა გახდე. და როდესაც თუ ადამი დასაწყისში არის უმწიფარი, ის გამოდევნეს 64-დან და იწყება და ესე არ წერია, ეუბნება რომ ოფლითა შენითა მოიპოვებურ შენი იწყება უმძიმესი გზა, ანუ ადამიანის და ევაში მოდი კაცობრიობის ისტორია ავიღოთ. ადამიანი ავიღოთ ფიგურალურად, ხო, თავის ქალური და კაცური საწყისი. და ადამი და ევა ავიღოთ ჩვენში ყველაში არის ქალური და მამაკაცური საწყისი, ხო? მას მერე ჩემის აზრით მთელი ბიბლია ეს არის ადამიანის გზა ცნობიერებაში გავლილი, თავისი ბავშვობით, თავისი სიმძიმეებით, თავისი უმწიფარობით, ტკივილით, შიშებით, ფოთვებით, რაღაც ახლის აღმოჩენებით, ნიჭის გახსნით და რასაც გავდივართ, ყველა ადამიანი ამას თითო დაბადებაში გავდივართ. ანუ დაბადებული ბავშვი ავიღოთ, რომ სისუფთავე მას აქვს აბსოლუტურად ცნობიერის, უბრალოდ სუფთა დაფაა ცნობიერება, მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ არა აქვს პიროვნული არა ცნობიერი, მაგრამ იდეაში ატარებს რელიგიურად ამ ღვთაებრივ მადლს და ფსიქოლოგიურად ამ რაღაც კოლექტიური არაცნობიერის მთლიან გამოცდილებას ნიჭებს და უნარებს, რაც მასში არა. და იუნგი ამბობდა, რომ ჯვარიც და მანდალაც ეს ადამიანს არ მოუგონია, ეს არის ორივე სრულყოფილების სიმბოლო და ორივე გამოვიდა სიზმრების სახით. ანუ კოლექტიურ არაცნობიერში იმას მიაჩნდა, რომ ეს რაღაც მოცემულობა არსებობს. ოღონდ ეს კოლექტიური არაცნობიერი პიროვნულისგან განსხვავებით არ არის ადამიანის საკუთრება, რაღაც მოდი ესე ვთქვათ, საყოველთაო მიღმიერი, აი დროისა და სივრცის მიღმა რაღაც ღვთაებრივი რელიგიურ ენაზე, რაშიც ინახება აბსოლუტურად მთელი ეს უნიკალურობა ადამიანის თავის ნიჭებით, სრულყოფილებით და ალბათ ვერც კი წარმოუდგენია ადამიანს კიდე რა უნარი შეიძლება მასში იყოს და გამოვიდეს, ხო და ვითარდება ესე კაცობრიობა.